წამებით ძვირფასო სტუმრებო. მოხარული ვარ, რომ დღეს მასპინძლობთ ახალ სივრცეში. მოგეხსენებათ, რომ ზესტაფონი არც ისე დიდია და აქ მცხოვრებნი არ ვართ განებივრებულნი ისეთი მრავალფუნქციური ადგილებით, სადაც შეეძლებათ დასვენება, გართობა, სასიამოვნო საღამოს გატარება და საბავშვო დღესასწაულებისა თუ გასართობი ღონისძიებების დაგეგმა. დღეს კი პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში გაიხსნა მრავალფუნქციური არტ-სივრცე, რომელიც მოიცავს გარის სივრცეში არსებულ საბავშვო სოფელს და გასართობ ცენტრს მოკოლეც. გთხოვთ აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ამ დიდი არტ-ობები და წარმატებულებს. დღეს თქვენ დარწმუნდებით, რომ აქ სტუმრობით თქვენ და თქვენი შვილები ნამდვილად ისიამოვნებთ. დღევანდელი საღამოს დაგეგმვისას ფიქრობდით, თუ რა შეიძლება წარმოედგინა ისეთი, რასაც ერთნაირი ინტერესითა და სიამოვნებით ნახავდა დიდიც და პატარაც. ფიქრობთ ჩვენი არჩევანი და წარდგენა თქვენს მოწონებას დაიმსახურებს, რადგან ეს მოთხრობა მისი პერსონაჟებით ერთნაირად საინტერესო და ამაღელვებელია ყველა ქართველისთვის. კახეთის სოფელ ვაშლოვანში მომხდარი ამბავი ყველასთვის ნაცნობია. ამ სოფელში ცხოვრობდა შეძლებული ქართველი ზურაბ ქართველაძე, რომელსაც ჰყავდა ცოლად უმშვენიერთ და უთქმელსხმიანი მაგდანის. მისი სიმღერა მთელ სოფელს ატყობდა. მაგდასა და ზურაბს კი ჰყავდათ ერთადერთი პატარა შვილი, პატარა ქეთი. მაშასე, წარმოგიდგენთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „იანანამ რა ჰქნა“. მოიზრდება და მამის ხმასაც გააჩეს. მერე იკისკისებს ალბათ. მაგრამ შემოძვირფასო, არ დაიღალე? უკვე აცივდა. ხოდი, ბავშვი, შენ შევიყვანოთ. არ გაცივდეს. ხო, შენი შევიდა. все უკვე გადასულია. Da
ნახე მიგვესტუმრა. შენი მეგობარი ალექსი მოვიდა. შევკითხეთ ედახეთიალო და დედას როგორ დაგინია. მოდი აქ შემოუსვენა. მაგდა ჩვენ აქ ბაღში გავიდეთ. ბავშვები გაერთობიან და ცოტას ითამაშებენ. კეთო, ნახე მე რაღაც მოგიტანე. რა ის გაჩენე? აბა თუ გამოიცნო დომენში მოხ. Enki baby siklisa, enki baby da, შენი მარჯვენა ხელი გავიდა. აი შემოგიგოს, პირი მოგიტანე. არა, სწავლობდი რა გაჩვენა. ნახე რამდენი ყვავილები ამოსულა. ხოდა, შენ დედიკას მიუტან საჭი. მე კი ჩემს დედიკას მივუტან. და რამდენი ყვავილები ამოსულა. მოდი ჩემს დედიკოს და შენს დედიკოს დავუკრიტო. როცა ეზოში თამაშობ მესმის როგორ მყელის. ისეთი რამაზი ხმავს. შემოკატარებო. მაგდა ბავშვები შინ შეიყვანე და შენებურად ჩურჩხელითა და თბილეულით გავმასწრებდი. მე კი ახავე დავუგდები. ოხეს წეული ლეკები. თელი სოფელი აიყვეს. დამაცადეთ მე თქვენ გიჩვენებთ სერვის უყოფილას რო ქართველაზე. სოდას დამაცადეთ. როგორც იქნა მოყვებით. აბაკნო, მოდი, ახლოსნობი, მოგაშინია. სურაბატო, არაფერი დაგუშავებდი. არცის ცხადები მოგვიყარა სამთანაფი. უთხარი ბიჭო, რომ არაფერი დაგუშავებდია. ხო, მართალი, ხოლო ცხვარი მოვიბარეთ. მას არაფერი დაგიშავებიათ, არა? მე თქვენ გიჩვენებთ სერვის. უკანასკნელად გავხილებთ. თუ გინდათ, რომ აქედან ცოცხლები გაგიშვათ, თქვენი თარეში მოვისწოს ვაშოვაში. თორე, მუქარას აღარ დაგიჭირთ და იმ ცხრებებით ხავებს დაგასწრებთ. ბატონი ბრძანდები, ოღო დეხარავთ ჩვენი ხეხია თამარი. ახლა აქედან გამასწავლეთ, სანამ გადავიფიქრებია, თქვენი საცხარა დავება. გენიალური ეს ერაზე ლამარაგე. მიდი ავაგისმენ. სურაბ ქართველებს. ჩვენია ესეთი მუქა. აი ესე უნდა შევარჩინოთ. არა უნდა შევარჩინოთ. ჩვენ მაგის ჭავლი ამოვიყაროთ და ერთი გასროლით, ორი კურდღელი. კურდღელი? რა კურდღელი? ვის კურდღელი? კურდღელი გაჯანდება გინდა. თანაც ორი მეც არა ქვეჭყიანური აზრები, როდიდან მოაბიტავდი? დები, აზაზარი. მაგრამ შენ მაგას როდის გარიგე? მოკლედ, თუ ზურაბ ქართველაძის გზიდან ჩამოშორება გვინდა, მისი ერთადერთი ქალიშვილი უნდა მოვიდათ და დახესტაში გავდეთ. ეგრე შეგას. ხარჯლა კარგად მოგიფიქრებია. მეც არა ვქი, რა კურდღელი, რის კურდღელი. წამოდი ყველაფერი კარგად დავწონო და საქმესაც შევუდგენ.
ბავშვი გადავალე? გადავალე. ხომ საიმედო გადავალე? გადავალე. ხომ მისი ჩვენი ბეჭდა ქართველების ხაზია დამოკიდებული? გადავალე. კარგად. ნაგა, შენ სწავლზე მეტად უნდა გაუხსენე. გამარჯობა თქვენ. აქ რას მოუყვანიხარ? გამარჯობა ბატონო. საკუთრების მაინც არ იქნებით მოსული. როგორ გეკადრებ? აი ჩვენ ისეთი საქმისთვის ვართ მოსული. მაგას აი ასე ვერ გეტყვით. ოძალი ბატონო. ბავშვი. მოყარული ხომ არ გყავთ? არა, ბატონო, როგორ გეკადრებ? როგორც გითხარით, გზაში ვიპოვეთ შილე, წყურვად, დედმამა არა, ყოლიასაც, რატომ კარგი, ოღონდ მისმინეთ, ამის შესახებ ვინმე გაიგებს და თავებს დაგაცლით. არა, ბატონო, როგორ გეკადრებ? ეს თუ ვინმე გაიგოს, თქვენი ხმალი, ჩემი კიბე. აი, არ გიცნობდეთ მაინც. წამოდით ბავშვი მაჩვენეთ და ოქროსაც მერე მიიღეთ. როგორც არ არის სურათი. შემომხარე და დაიცინე. ყოველთვის ასე იცინებს ხოლმე, როცა შემომხარე. ძვირფას. შენ კაჯის უკვე აღარ შემიძლია. ყიდი, ჩვენს ეთოს დავაბრუნოთ. ზურაბ ქართველად არ ვიყო, თუ კეთო არ დავაბრუნოთ. ქალის ცხოვრება ისეთ შეითვისა, რომ ძნელად წარმოიდგენდა ვინმე მის ქართველ ქალობას. ქეთომ უამრავი ლეკი მეგობარი შეიძინა და დღეს ნაიბის სახლში ყველა ერთად შეიკრიბა, რომ მისი დაბადების დღე აღნიშნონ. შენ კი გეშინოდა, რომ თუ ის სიმართლეს გაიგებდა დაკარგავდა, მაგრამ აი, დღეს მის კიდევ ერთ დაბადების დღეს აღვნიშნა. რა ამბავია, ბიჭები? ამ სახინოთეს იმედია კარგი ამბიქართ მოსული. ზურაბ ქართველად წერილი გამოგატა. წაიკითხეთ და მიხვდებით, კარგი ამბით მასწრეთ, რომ მოსული თუ ავის. ბიჭებო, სანამ მინაწერს წავიკითხავ, ჩემი ხალი გაარდე და აქაურებას გაარდე. ზურაბ ქართველაძის წერილია. წერს, რომ თავისი ქალი გულიდან ამოიღო. აღარ ესწრება მის ნახვას
და მით უმეტეს დაბრუნებას. მერე ჩემი ძმა მის სიტყვას ვენდა. ჯერ მაინც ვწtildeავდა, რაც არ უნდა იყოს ერთადერთი შვილი ყავა. ეგ რომ თავიდან ვცოდნოდა, ჩემი ხელი დაუბრუნდა. განარას მე კი აღარ მეკითხა. ხალი ჩემი, მე გავზარდე, მიყვარს, უყვარო. შეგვიძლია ჩვენი მოსწავლე ტრადიციების შევასწავლე, რომ ლეკის ხალთან არ გაიჩინო. ნუ თუ ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე ის მაგარებს ქალმა არაფერი იეჭოს. ამ ბოლო დროს სულ სახლში გამოვკეთე, აღარ სადუშვებ. ხო. მოგაკულა, ქართველებთან მოგაკულა. სად არის ჩვენი ინარა? Till is to be now.
გაახსენდა. მაგდან იზიავნანა მის გულსა და მეხსიერებაში ღრმად დამარხული წარსული გააცოცხლა და ნელ-ნელა ყველაფერი გაიხსენა. ისევ დაბრუნდა მხიარულება სოფელში და განამარტო მათ ოჯახში. მთელი სოფელი ხარობდა მათი ბედნიერებითა და ქეთოს ქართველ გალად დაბრუნების შემდეგ ისინიც მხიარულობდნენ. რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მისთვის ქართული წესჩვეულებები, ტრადიციული ცეკვა და სიმღერა და სამუდამოდ გაეღვიძებინათ მასში მიძინებული ქართული სული. ზურაბი და ნაიბი ამეგობდნენ, მაგრამ მათ გულით შეიპარა ნაიბის ცოლი და მათი სტუმრობა წესად იქცა კახეთში. ეს წესი არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ქეთო დაოჯახდა. დღეს ყველა ერთად ზეიმობს მის გაბედნიერებას. ახლაც მათი შრიამული მესმის. თქვენ არ გესმით? აბა, კარგად დავუდგეთ ყური.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს აქ მომბრძანებისთვის, განსაკუთრებით კი მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ დირექციას. მინდა მხურვალი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ისინი. ჩვენს სტუმრებს შორის არიან პატარა სტუმრები. აბა ბავშვებო, მხიარულება გინდათ? მოდით აბა ჩემთან. ჩვენთან კულისებში არის 2 სუპერ გმირი. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არიან ისინი? მოდით სიმღერის ფონზე შევეგებოთ პანდას. პანდა დაუძახეთ. აბა ვიცე პანდასთან ერთად ხელი ჩავჭიდოთ.
mare penso di nottila in America ma erano solo di lampare e bianca scia di nelica senti il dolore nella musica senso da pianoforte ma vedere la luce della nube ci sembra tutto che l'amore a te guardo negli occhi la ragazza oh che ricordi il mare poi all'improvviso c'è una lacrima e lei credette di affogare სიმღერას შეგისრულებს მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა არევაძე. მივესალმოთ. Shori
ზეცაზე მზე ადამიწაზე ჩვენ ვართ ემარე მოვიარე ქვეყანა შემოვიარე სათქმელი მქონდა და შორიდან ვერ მოგიარე ზეცაზე მზე ადამიწაზე შეხარ ხელდამშვენებული მოვედი შენთან დავიცოდე რა გაგახარებდა ამაზე მეტად არ მითხრა უარი და ესა ჩუქარი მიღე ჩემგან თავადის ქალია უბრალო ქალი ნუ გეგონება ამისთვის შემოგიარე რიგში მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ავტორებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იფიქრეს, ძალიან ბევრი ის მიზანი გაითვალისწინეს და ბევრი გაითვალისწინებენ, რომელიც ახალგაზრდებს ჭირდება ზესტაფონის რეალობაში და არა მარტო ზესტაფონის ეს ადგილი, ეს სოფელი, ბავშვთა სოფელი, ეგრეთ წოდებული, მოემსახურება როგორც ზესტაფონის ქალაქს, ასევე სოფლებს და სხვა მასშტაბებს. ეს არის აბსოლუტურად ქართულ მოტივებზე აწყობილი სივრცე, რომელიც არის რეკრეაციული, რომელიც არის ბავშვთა გასართობის სივრცე და აქ შესაძლებელი არის როგორც გარე სივრცეში გართობა, ფოტოების გადაღება, ბევრი ისეთი დეტალის ნახვა, რომელიც არის ქართული, რომელიც არის მოწყვეტილი სრულიად ისეთი სამყაროდან, რომელიც აი ადამიანს ჭირდება და ბავშვს ჭირდება. აქ შესაძლებელია მინი ექსკურსიები, რომელიც ქართულ ხასიათს გამოაჩენს და ამის ფონზე არის შესაძლებელი ბავშვთა სივრცეში, მოკოლენში, ეგრეთ წოდებულ მოკოლენში დაბადების დღეების გადახდა, როგორც სკოლამდელი ასაკის, ასევე სკოლის შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი გარემო, რომელიც მოემსახურება ყველა ასაკის წარმომადგენელს. ახლა მომავალში დასრულდება ეს, ესე ვთქვათ, იდეა და ეს ადგილი, რომელიც ზემოთხსენებულ ყველა ასპექტს მოემსახურება.